ნება იყო ბორბალი ესეთი წამების იარაღი რომელსაც დააკრავდნენ ადამიანს და ქვევით დანები იყო მე ამ ბორბალს რო ატირელებდნენ ისერებოდა სხეული ნაკუწებად იქცეოდა ხშირად მათ შორის წმინდა ეკატერინესაც მსგავსი მოწამეობა შეხვდა დიდ მოწამეს და აი ამ შემთხვევაში წმინდა გიორგის შემთხვევაში ნაკუწებად ქცეული წმინდა გიორგი გამთელდა სახსალამათი ესე წერია წარდგა ისევ დეოკლეტიანეს წინაშე შენ უფრო დაიღლებიო ვიდრე მეო ანუ არ უღალატობდა არანაირად ეს ცოტა უცნაური მდგომარეობა მაშინ ზუსტად აი ამ პროცესში უშუალოდ ქრისტე თავისი მადლით გარკვეული ტანჯვის შემდეგ აძლიერებს მოწამეებს ესე ხდებოდა წმინდა კონსტანტინ კახის შემთხვევაში და სხვა წმინდანების შემთხვევაში და ნებისმიერი წმინდანის მოწამის შემთხვევაში და ეხლა რაც მე წავიკითხე დღევანდელობაში რო გადმოვიტანო აი ამ დიდი წმინდანის ცხოვრება კონსტანტინს არის თუ არა ერთ-ერთი ეთქვა თუ არა მოგრო ოღონდ სხვა მეთოდებია იმ ადამიანებმა რომელმაც გავგჟლით ეს ლამის ძლიერს დავით აღმაშენებმა ძლიერს გააგდო აქედან რამდენი ძალისმევა დაჭირდა და ეს რა უბედურებაა ესე იგი ჯიხებს ვიტყავდეთ ჩვენ გულში და მაგარი ქართლობაზე დებდეთ თავს და საქმეზე რომ მიდგება გავყიდოთ ყველაფერი უნდა დავყიდოთ და ესე მარტივად მივართვათ ჩვენ ესე რომ თქვა დაუძინებელ მტრებს არა დღეს ხო სხვანაირად არის ყველაფერი დღეს ხო აი შეიძლება მოლაპარაკებებით გადაწყდეს ზოგი ეგრევე არა დღეს ახლა მაფილი კაცო არა ისინი არა გვაქციოკებენ ახლა და არ მოგუკლავენ მაგრამ დღეს თუ არ მოგუკლავენ გადაუჯიშებენ გადაარჯულებენ და წაბილწავენ წესიერად მაცხოვრებელ ადამიანებს რადგანაც ზნეობრივი კუთხით რო ავიღოთ მხოლოდ განსხვავდება ქრისტიანი მართლმადიდებელი რომელიც დამცველია თავის სარწმუნოების ზედმიწევის ზნეობრივად განსხვავდება სხვა ჯურის სარწმუნოების ადამიანებისგან რადგანაც იმათვის რაც არის ნებადართული ჩვენთვის არ არის ნებადართული მაგალითად მრავალწლიანობა და რაღაც შემდეგი გართობები და სანახაობები და ამ ყველაფერს ადგილი რო ექნება აქ და მერე დავლისკოთ ჩვენ რაღაცა თავგანწირვა, როცა შეგვიძლია ხმა ამოვიღოთ. მე არავის არ ვაქცევ, ეხლა უბრალოდ ცოტა დამაფიქრებელია ის მოვლენა, რასაც ქვია უზარმაზარი თანხის შემოდინება და კიდე ადამიანების გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფობა. როცა ჩვენ თითქოს არაფერი არ უნდა ვიცოდეთ და ჩვენ არა ვართ ვალდებულები ხმა რომ ამოვიღოთ და არ გვეთქვის თითქოს სიტყვა. ამ ეს მიწა-წყალი, საქართველოს მიწა-წყალი არავის საკუთრება არ არის. ამასინათ მე ვახსენე და კიდე გავემეორებ. უწმინდეს არ უსმენენ სამწუხაროდ, მაგრამ სხვანაირჩევში როდესაც შევხედოთ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა რო არის, ვისგან ვებულობ ჩვენ ნებართვას, რომ გავასხვისოს ტერიტორია ღვთისმშობელმა მოგცა ამის ნებართვა? ღვთისგან არის ნაკურთხი ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ზოგადად ცხოვრებაში, არ უნდა ფიქრობდეთ ჩვენ ყოველმოქმედებაში, ჩვენ წარმატებული ადამიანებად, ჩვენ თანამდებობრივად თუ ბიზნეს და საქმისგან, რომ ჩვენი ყოველი გადადგმული ნაბიჯი არის თანხმედრაში თუ არა ჩვენ აი იმ სარწმუნოებასთან რომელიც ცოცხალია და რომელიც გადამჩენელია ჩვენ ამასთან თანხმედრაში თუ არ მოდის თუ კითხვის ნიშნებს აჩენს და ეჭვს იწვევს რაღაც მოქმედება მაშინ უნდა დაფიქრდე ხო რომ რაღაცა ცოტა შეიძლება სხვანაირად მოიქცეთ თორემ კიდევ ამბობ შვიდობის გარანტი ეხლა მე შემიძლია გამოვიტანო წმინდა იოანე ოქრობის განმარტებები სახარების ამა თუ იმ მუხლის მაგრამ მე თვითონ ჩემი სიტყვებით გეტყვით ახლა ჩემი ბაგებით არ წავიკითხე მაცხოვარი როცა იერუსალიმზე ტივის და ესეთი შინაარსობრივი საუბარია რომ რამდენჯერ მინდოდაო შეკრებაო როგორც ერთად რო შემეკრიბეთო და თქვენ არინებეთო და მე იქ წინასწარ მეტყველს ახლა ნახეო რა მშვენიერება არისო კედელ ტაძრების ნაგებობაზე მიუთითებო მოციქულე ქვაქვაზე არ დარჩებაო ესეთი სიტყვებია ნათქვამი სანამ ესე რატოა ესეთი მუქარა იერუსალიმის მიმართ რატო არის სულ ომი და ბრძოლა იქ ისინი მდიდრები არ არიან ჩვენზე მდიდრები არ არიან განა ებრაელი წარმომავლები უბრალოდ დაუკვირდით ამას თუ ვინმე გეტყვით ეხლა რომ არაო ეს ხო სისულელია თითქმის სოფლიოში ყველაფერს განაგებენ ისინი ფლობელები და მართლები არიან ძალიან დიდი ფინანსური რესურსების და ნახეთ რა დღეში არის და ჩვენ დღეს რომ ვიღაცა გევეტყვის შვიდობის გარანტი იქნება აქ რომ დიდრები ჩამოსახდებიან ნუ რას უკაცრავად მურმა ხო მდიდარი იყო და ყველა ვინც შემოდიოდა ჩვენ ის გვაწიოკებდა ყველა მდიდარი იყო იმ მადაჭამაში მოდის ქართული ადაზა
ზუსტად მე მადა ეღვიძებათ, უფრო კარგი ადგილი უნდათ, უფრო კარგი ტერიტორია ჭირდებათ, თავის სათავისოდ გამოიყენოს და ამიტომ მოიწევდნენ და ყოველთვის მოდიოდნენ დამპყრობლები ამა თუ იმ ტერიტორიის დასაპყრობად. ერთს ნახავდნენ, მე მეორე უნდებოდათ. და ჩვენი ქვეყანა სხვა სარწმუნოების წარმომადგენლების გამიცე, მიწიერის 64 არის ყველაფერი გავთო, მოუფრთხილდითო. ერთ-ერთი არაბიამოს მათ შორის, რომელიცაც მართლა უყვარს ჩვენი ქვეყანა. მოუფრთხილდითო და უფრთხილდებით, მე ღმერთს ვევედრებით, ღმერთო დაგვიფარე, გვიშველე, გადაგვაჩინეო და ჩვენ თვითონ ყიდით. ჩვენ თვითონ ყიდით ჩვენ ქვეყანას, ნაწილ-ნაწილ ყიდით, ესე რა ვიცი, ხან, სად, როგორ, რაფერ, ხოლმე ბიზნეს საქმეებს, ამას და ზოგი გაჭირებას ყიდით. 60,000-ზე მეტი გაყიდულია უკვე 60,000-ზე მეტი. ეხლა 16,000 სახლი თუ საცხოვრებელი ნაშენებს, ხო? რო გადაამრავლო ეს ყველაფერი და გადავამრავლოთ რა არის გაყიდული დღეს ამ გაჭირების დროს, ჩვენ უმცირესობაში აღმოჩნდებით. და არანაირი ძალა აღარ გვექნება ადამიანურის კი ისე შეიძლება წავიდეს ყველაფერი. ეხლა გვაქვს ღვთისმადლით გვეთქმის მაინც, რომ ის ადამიანები, ვინც ღმერთს არ განდგომინა, მათ ეთქმის სიტყვა. გადამწყვეტი მე თუ მკითხავ კიდე. მათ შორის სასულიეროს გულისხმობ და იმ ერის გუნანთებულ ადამიანებს, რომელებსაც კითხვები აქვთ უბრალოდ და არ სურთ. მოდი ჩვენ მე ფიქრობ, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ ვაჩვენოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები. აქ არ ჩამკვდარა ქრისტიანობა, ჩვენი ამოცანა ესაა. ალბათ დავანახოთ შვიდაც ქრისტიანული ჩარჩოებში, დავანახოთ ვინც მოდის და ვინც შემოდის საქართველოში და ვისაც უნდა კიდე შემოსვლა, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ. სულელობა გავაკეთოთ ისეთი, რომ დაინახონ, რომ ერს, აქ მცხოვრებ ერს, რას მიუღებელია მათთვის არ უნდათ. ესეთი იყო ის გარყვნილების პროპაგანდა და დაინახეს და უკან დაიხია ყველამ აბსოლუტურად და იძულებული გახდა, რომ ყველას აღიარებენ, რომ ეს არ შეიძლება და მიუღებელია თავს მოახვია ქართველ ერს, გამარჯვება ღმერთმა გვაჩუქა. ცირე ღვაწლით და ასე რომ ცირე მოძრაობას ჩვენ ახლა დიდი თავი არ თავდადებულები არ ყოფილად როგორც კონსტანტინ კახი და სისხლი არ დაგვიყვნია, მაგრამ საკმარისად მიიჩნია ის ვთქვათ აქტიურობა, რასაც ადგილი ჰქონდა. ეხლა მომდევნო საცდურია კიდე. პროცენტულად მე ახლა დიდი მათემატიკური გამოთვლები არ ჩამიტარებია, მაგრამ უკვე ძალიან დიდი ტერიტორიები უკავია უცხო ტომელებს, უცხო საქმეების მატარებელს, რომლებიც გაბატონდნენ უკვე თქვათ აჭარაში და ბათუმში და კიდე გაბატონდებიან, იმიტომ რომ ესენი ბატონები არიან, ბატონები, ეგენი უბრალო ხალხი არ არიან, ნიჩემოდიან. ესენი თავიანთ ქვეყანაში არიან მეფეები, რასაც სიტყვა ყველა უსრულებს, სულს. აქაც მოითხოვებს გავს. თუ არ როცა თუ ღმერთმა ნუქნას თუ არ არის მე ეჭვს არ მეპარება რა ვიღაცები თუ ფიქრობენ თუ არ არის ახლა ღვთისა მოსაწონი რაღაცა ღმერთი გამოაჩენს ხო გამოაჩინა უკვე ღმერთმა მიმართულება რომ ეს არის მიუღებელი ასე გაჭირებულ გაქცეულ ქვეყანაში როცა გარბის აქედან ქართველები და რატო ვახსენე იცი ყველაზე სამარცვნო პერიოდად დავით აღმაშენებლის დროს უცხო ქვეყნებში კი არიან გაქცეული მთებში იყვნენ გახესნულები და მადლობა უყავს დავით აღმაშენებლა დააბრუნა ერში ხალხი დაიწყე მიწათმოქმედება და ბრძოლა დაიწყეს. ეხლა გადახვეწილები არიან, უფრო საშინელი მდგომარეობა, გაქცეულები არიან ქართველები გაჭირების გამო. რაც არ უნდა გაეკეთებიათ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამას კიდე დამატებით, კიდე უნდა დავამატოთ, კიდე თუ პირიქით უნდა გამოსწორებაზე ვიზრუნოთ, რომ როგორმე დავაბრუნოთ ისინი. და ისეთი ქალაქი ავაშენოთ, ისეთი სოფელი, სადაც ისინი ჩამოვლენ და იცხოვრენ. ამაზე უნდა ფიქრობენ და ამ დროს მოგებაზე ფიქრობენ. რამდენიმე მილიარდი იქნება თურმე მოგება. ვერცხლის მოყვარეობისკენ ხوار შემთხვევით